ჩემო ნაცნობებო, მეგობრებო, შორეულო თუ ახლა ნაცავებო, მინდა ყველას მოგილოცოთ ამდენი 2014 წელი და გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება, ყვავი და ბარაქა. მინდა რომ კარიერული წინსვლა გქონოდეთ ყველას და 2014 წელი ყოფილიყოს ყველაფერი კარგის მომდანი თქვენთვის. ეს რაც შეეხება და მოლოცვას და ეხლა მინდა ვისაუბრო ისეთ თემებზე როგორც ხო უთანხმოება 2013 წელს მთლიან წელს განმავლობაში მოხდა რამდენიმე ისეთი სიტუაცია მიწყენინებია ადამიანისთვის და მართლა გულით მინდა ბოდიში მოუხადო ყველა იმ ადამიანს ვისაც ჩემი ინიციატივით რაღაც უაზროდ გამომივიდა მაგრამ ნუ აწყენინე რა ეხლა მინდა ვისაუბრო ჰიპ-ჰოპ კულტურაზე ძალიან მინდა რომ ესპერო ეს კულტურა წავიდეს საქართველოში წინ, მაგრამ რატომღაც აქ ტენდენცია არის ჩამოყალიბებული, რომ თუ ბიჭი მიდის ივენტზე, აუცილებლად იმის გამო უნდა წავიდეს, რომ ვიღაც გოგო გაიცნოს. გასაგებია რომ ფიზიკური მოთხოვნილებები გაქვს, გარდა და გზასაკში ხარ და ნუ გოგოსთან ურთიერთობა გინდა. მეც ეგრე ვარ, მაგრამ ივენტზე ზოგადად როდესაც მინიხართ უნდა იყოს დაინტერესებული იმით, თუ ვინ აკეთებს ამ ივენტს, რატომ აკეთებს და რასთან დაკავშირებით კეთდება ეს ივენტი. იმედი მაქვს რომ გამოსტორდება მალე ეს მალე თუ არა ოდესმე მაინც გამოსტორდება და ნორმალურად მიაღწევთ ივენტის მსვლელობას ყურადღებას და ეხლა მინდა მადლობა გადავუხადო სამონი ბალდეს და DJ Grotesks რომელიც მართლა ყოველთვის ხარში გვედგნენ ივენტებზე ასევე მინდა გადავუხადო დიდი მადლობა ჯგუფებს Nextdoor-სა და Beastars კიდე რავი ამინდოდა რომ მეთქვა ხო, ანუ ჯგუფთან დაკავშირებით რაღაც ძალიან ხშირად მესმის ახლა რომ ახლა ნიჭერებში იყავით, რაღაც ძალიან თავში აგივარდათ და ასე შემდეგ. ძალიან სრული აბსურდია, იქიდან გამომდინარე რომ ისე ის ჩვეულებრივად 24 საათი დარბაზში ვართ, სულ ქუჩაში რაღაც ისე გამოვიდა რა, ანუ სულ ქალაქში ვართ რა, გადარბენებზე ვართ. გვიყვარს ჩვენი საქმე და ვაკეთებთ მთელი სულითა და გულით. და ახლა ვერ ვიცით ვიღაცას რომ მიწეროთ ან რაღაც რო გადავაკვდეთ SMS-ებით, ამის გამო თურმე თავში აგვივარდა და რაღაც. ნუ კარგით ხო, ბაზარი არა, როგორც გინდათ ისე გიფიქრია და ერთი თემა გამახსენდა ეხლა მიშკაზე არის ყოველთვის კონფლიქტი იმასთან დაკავშირებით რომ მას ნუ ქონდა იროკეზი, ეხლა არ აქვს, დაწენილი აქვს თქმა, მაგრამ აი როგორ შეიძლება რომ ბიჭ ქონდეს იროკეზი, აი აწეული აქვს თქმა. ანუ როგორ შეიძლება რომ მას ქონდეს საყურე. ეს მისი ყურია, მისი არჩევანია. უნდა საყურეს ჩამოიკიდებს და უნდა ზარბაზავს. ეგ თქვენ გადასაწყვეტი არ არის. ნუ შეიძლება აკრიტიკოთ ეხლა რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით აი ჩვენ მე და ჩემი ჯგუფის წევრებმა თუნდაც ნაცნობებმა ჩვენ ყავს ყველას თითქმის ერთი სასწაული, მოდი ესე ვთქვა. ყველა ერთმანეთთან ვართ კარგად და არ არის მიშკა მართლა ისეთი ტიპი, როგორიც თქვენ გონიათ. ეს რაც შეეხება მიშკას. ეხლა მე გადავიდე ნემოზე. ნუ ასაუბრე ლეგენდარული კისერი. იქიდან გამომდინარე რომ არანორმალურად უძლებს headspins რა, მოკლედ ესე ვთქვათ, ძალიან მაგარია თავის საქმეში და წარმატებებს უსურვებ მას მართლა გული. ყველა ჯგუფის წევრს ჩვენთანაც, მაგრამ ნემოს განსაკუთრებით, იმიტომ რომ headspins-ი არის ძალიან აი აფანატებს რა ტიპს და მართლა მინდა რომ ძალიან რაღაც ისეთი გააკეთოს, რაც საქართველოში სხვას არ გაუკეთებია და მე იმედი მაქვს რომ ის ამას შეძლებს. ეხლა მინდა გადავიდე ჩვენს ბიბოი ჯამბაზაზე, რომელიც არის ცოცხალი შუტკა, ადამიანი ლეგენდა, ადამიანი ღადაობა, ადამიანი короче მე იმედი მაქვს რომ ისიც რაღაც ისეთ იზავს რა. ფაკ, მოკლედ კაი ტიპია რა, აღარ მინდა ეხლა ჯამბაზაზე ლაპარაკი, რომ короче რაღაცები მახსენდება რა. ძალიან მაგარი გადაობა მასტია, თუნდაც აქედან დავიწყოთ. საყვარელი ტიპია მართლა ვაგონი რა. ფაკ. ეხლა მინდა გადავიდე ლეტოზე. ჩვენი ჯგუფის ახალ წევრზე. მას ნუ იცნობთ ნიჭიერი და ნიჭიერამდეც ნუ ბათელზე გამოდიოდა. ძალიან მუსიკალური ბიბოია და ბიბოინგში ერთ-ერთი კი არა და ვაფშე ყველაზე მთავარი კრიტერიუმია მუსიკალურობა. ნუ აფასებ მე ამას და მართლა აი ყველანი რო დაუფიქრეთ არანორმალურად შრომის მოყარენი არიან და ძალიან მიხარია რომ მე მათთან ერთად მაქვს ყოველდღიურად ყოველ საათი მე მათთან ვატარებ რა დღის უმეტეს ნაწილს წლებია უკვე და მე ამით ვარ ბედნიერი
ეხა ჰეითერსების გასაგონად, ვინც ვერ გვიტანთ, ვისაც არ გევასებით, ვისაც გონიათ რომ ნემოზე თუნდაც მეტ-კლუბს გააკეთებ ჰეიტსპინს, ან ჩემზე მეტად იხტუნავთ ხელზე, ან ჩემზე მეთხანს გაჩერდებით სტულზე, ან ასე შემდეგ ჩემნაირად დაეცემით მხარზე, ან ჯამბაზასავით გასტრიალდებით თავზე, ან უბრალოდ მაჯებზე დადგებით, ან ფუტვორკს გააკეთებთ სწრაფად. თქვენ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჯანსაღი კონკურენცია ჩვენთვის არის მისაღები, ჩვენ გვიხარია რომ ყავს კონკურენტები, არ გვინდა ისე იყოს რომ თუნდაც ერთი ჯგუფი ვიყოთ საქართველოში და არავინ არ გვეჯიბრებოდეს არასდროს. მე მართლა გულით მინდა რომ ჩვეულებრივად დაიწყონ ვარჯიში მართლა აი ძალიან გიჟურად და შეგვეჯიბრონ. მოვიგებთ, წავაგებთ რა იქნება, როგორ იქნება ჩვენთვის მისაღებია, იმიტომ რომ ჩვენ ამ ყველაფრით ვიღებთ გამოცდილებას. ძალიან რეჩივით გამომივიდა, მაგრამ გამიხსნა ეხლა რა და ეს რო არ მეთქვა არ შეიძლება. ძალიან ნერვებზე მოქმედებს მართლა ხანდახან ესეთ რაღაცები გვესმის ნაცნობებისგან თუ ასე შემდეგ, კაროჩე ვინც არიან რა. ეს რო ჩემი პატარა ვიდეო მიმართვა, იცოდეთ რომ ყველანი მიყვარხართ, ვისაც უნდა ეპატიებინა მე ბოდიში მოიხადეთ. თქვენ გასაგონად ვამბობ და მიხვდებით ვინც ამ ვიდეოს ნახავთ, ვიზეც იყო განკუთვნილი და ვისაც იყო განკუთვნილი ეს ბოდიში. ეხლა მადლობის თავაზე კიდე ყველას მადლობას გიხდით და ბევრი რო არ ვებოდიალო, წავედი ხა მე. თქვენ გააგრძელებთ ალბათ Facebook-ში ჩათაობას, მოდულზე ლაპარაკს და ასე შემდეგ იქნებით ბედნიერად მთელი 2014 წელი.